ეს გააკრიტიკეს, როგორც პოლიტიკური შოუ, მოტყუებითი და манипуლაციური ნაბიჯი უკიდურესად მემარჯვენე კანონმდებლის მხრიდან, რომელმაც ისრაელის ჯარისკაცები მათ რეალურ საქმეს მოაშორა. რელიგიური სიონიზმის პარტიის პარლამენტის წევრმა ცვი სუკოტმა სამშაბათ დილით ითხოვა ისრაელის თავდაცვის ძალების ესკორტი, რომ შესულიყო ერთ-ერთ სოფელში, დასავლეთ სანაპიროზე. როცა იქ მივიდა, მან გამოიყენე ურო, რათა დაენგრია მონუმენტი, რომელიც მისი თქმით ტერორისტებს ადიდებს. უსაფრთხოების და პოლიტიკური სექტორების მხრიდან სწრაფი დაგმობა მოჰყვა ამ ქმედებას. მათ შორის ბენიამინ ნეთანიაჰუსგან, პრემიერ-მინისტრისგან, რომელმაც განაცხადა, რომ კანონის საკუთარ ხელში აღება მიუღებელია, განსაკუთრებით საჯარო მოხელის მხრიდან. და ეს ხელს უშლის ისრაელის თავდაცვის ძალებს, რომ კონცენტრირდნენ თავიანთ მისიებზე ტერორიზმის წინააღმდეგ. დამატებითი ინფორმაცია ამ რეპორტაჟში ალჯო ბრაუნისგან. პოლიტიკური სპექტაკლი, რომელმაც შეიძლება უკუშედეგი გამოიწვია. უკიდურესად მემარჯვენე რელიგიური სიონიზმის დეპუტატი ცვი სუკოტი და მისი თანაშემწეები გადაიღეს, როგორ ანადგურებდნენ პალესტინურ მონუმენტს ნაბლუსის მახლობლად. მადამის სოფელში მდებარე მოწამეების მონუმენტი მიძღვნილი იყო რამდენიმე პალესტინელისადმი, მათ შორის იამამ ტაიბ ალი ფარაჯისადმი, რომელიც მონაწილეობდა 2003 წელს თელ-ავივის მახლობლად მომხდარ აფეთქებაში, სადაც 4 ისრაელი დაიღუპა. აქ ბევრი ტერორისტის სახელი წერია. და ყოველი ბავშვი, რომელიც სკოლაში ან მეჩეთში მიდის, ხედავს, რომ ესენი არიან ადამიანები, ვისაც სოფელი აქებს. ამას უნდა დაესვას წერტილი. ჩვენ ვაცხადებთ ომს ტერორიზმის მონუმენტების წინააღმდეგ ყველგან. მას შემდეგ, რაც სხვადასხვა გზით წარმატებით ვებრძოლეთ წაქეზებას, ამის განადგურებაც უნდა დაიწყოს. ეს არის პირველი ნაბიჯი, ინშალა, რომ სახელმწიფომ გაანადგუროს ეს მონუმენტები ყველგან, რადგან შეუძლებელია ბავშვები ყველგან დადიოდნენ და ხედავდნენ ამ ყველაფერს ისე, თითქოს ისინი ერის გმირები იყვნენ. მადამას სოფელი მდებარეობს დასავლეთ სანაპიროს B ზონაში, სადაც პალესტინის ავტონომიას აქვს სამოქალაქო მმართველობა, მაგრამ ისრაელს აქვს უსაფრთხოების კონტროლი. სუკოტმა ორგანიზება გაუწია ისრაელის თავდაცვის ძალების კოლონას იმ მიზნით, რომ მისი აზრით ეს იყო ექსკურსია მონუმენტებზე, რომლებიც მიძღვნილი იყო მოკლული პალესტინელებისადმი. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთანხმებული იყო, მათ არ ჰქონდათ წარმოდგენა, რომ სუკოტი და მისი თანაშემწეები დაიწყებდნენ მემორიალის ვანდალიზმს. როდესაც გახდა ნათელი, რა იყო სუკოტის მიზანი, ჯარისკაცებმა აცნობეს თავიანთ მეთაურებს, რომლებმაც უბრძანეს ექსკურსიის შეწყვეტა და ჯგუფი დააბრუნეს ისრაელის ტერიტორიაზე. არმია ამტკიცებს, რომ სუკოტის გეგმამ ისინი მოულოდნელად დაატყდათ თავს და აცხადებს, რომ მან მოტყუებით და манипуლაციურად მოიქცა. ეს ქმედება ფართოდ დაგმეს რელიგიური სიონისტების პარტიის გარეთ მყოფებმა. პარტია იეშარის ხელმძღვანელმა და ამჟამად გამოკითხვებში ლიდერმა გადი აიზენკოტმა სუკოტი ციტატა ძალადობრივ პროვოკატორად მოიხსენია. მაშინ როცა ბინიამინ ნეთანიაჰუს პარტიის ლიდერმა ნაფთალი ბენეტმა განაცხადა, რომ სუკოტი საფრთხეს უქმნის ისრაელის თავდაცვის ძალების სიცოცხლეს პოლიტიკური კამპანიის ვიდეოთი. სუკოტის კოალიციის რამდენიმე პარტნიორმაც გააკრიტიკა მისი თვითნებური ქმედებები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა და პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომლებმაც სუკოტი დათუქსეს. მისი სახელის გარეშე განაცხადეს ციტატა. კანონის ხელში აღება განსაკუთრებით საჯარო პირების მხრიდან არასწორია და ხელს უშლის ისრაელის თავდაცვის ძალებს, რომ კონცენტრირდნენ თავიანთ მისიებზე ტერორიზმისა და წაქეზების წინააღმდეგ. გავრცელებული ინფორმაციით მისივე რელიგიური სიონისტი კოლეგა, ქნესეთის წევრი. დალტმაც გააკრიტიკა ეს ქმედება შიდა ჯგუფურ ჩატში, ხოლო ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან იკითხა პარტიამ ახლა თვითმკვლელობა ხომ არ ჩაიდინა. სუკოტი რელიგიური სიონისტების სიაში მეხუთე ადგილზეა განთავსებული მომავალ არჩევნებზე. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით პარტიას 4 ან 5 მანდატი აქვს. ზოგიერთი გამოკითხვით კი ისინი 3.25%-იან ბარიერზე დაბლა არიან, რაც ნიშნავს, რომ სუკოტის პოლიტიკური მომავალი მის ქმედებებამდე მადამაში უკვე გაურკვეველი იყო. მეტი ინფორმაციისთვის სასიამოვნოა სტუდიაში მივესალმო პოლიტიკურ ანალიტიკოს ვილ ჰოფმანს. ბევრი რამ ხდება ახლა. მოდით ამ პოლიტიკურ ტრიუგზე დავიწყოთ საუბარი. მათყუ არა აღმაშფოთებელი, სერიოზული შედეგები მთელ პოლიტიკურ სპექტრში. უკუშედეგი გამოიწვია ამ ქმედებამ. Benita, არ ვფიქრობ, რომ ჩვენგან რომელიმე სამარჩევნების დროს მონუმენტის დანგრევა წარმოგვედგინა შესაძლო მოვლენად. სინამდვილეში არც Smotrich ჰქონდა ეს წარმოდგენილი. ისიც შეწუხდა იმით, რაც მისმა კანდიდატმა გააკეთა. და ეს ყველაზე ცუდ დროს მოხდა, რადგან Smotrich's სია უკვე ძალიან რადიკალურად მიიჩნეოდა. Had-talti, რომელსაც ხედავდით, უფრო ზომიერი იყო და არა უფრო რადიკალური დასახლების წარმომადგენელი. სვი სუკოტისთვის ის სიის ქვედა ნაწილში გადაიტანეს. და იმ დღეს, როცა მათ კონკურენტი პარტია ეყალიბებოდათ, მათთვის უარესი ვერაფერი მოხდებოდა. და რა თქმა უნდა, ისრაელის თავდაცვის ძალებს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი, ვიდრე პარლამენტის წევრების მსგავსი შოუების თანხლება. თქვენ დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეთ. ახალი მემარჯვენე პოლიტიკური პარტია გამოჩნდა. მას ჰქვია ამხა ისრაელ. ისრაელის ხალხის პარტია, რომლის სათავეშიც ოფერ ვინტერია. გაგვიხსენით დეტალურად. ეს ნამდვილად გაზრდის დაძაბულობას ამჟამინდელ პოლიტიკურ გარემოში. ოფერ ვინტერი ბრიგადის გენერალია, მემარჯვენე შეხედულებებით, რომელსაც წარსულში არაერთ გენერალთან უთანხმოება ჰქონია. მაგრამ მთავარი, რაც მას გამოარჩევს, მისი მთავარი უპირატესობაა ის, ვინც ის არ არის.
ის მემარჯვენე ფიგურაა, რომელიც მართლ კოალიციაში არ შედის და პოლიტიკაში დიდი ხანია არ არის. ბევრი ადამიანისთვის, ვინც რაღაც ახალს ეძებს, შესაძლოა სწორედ ეს იყოს სასურველი. მან თავის სიაში მეორე ნომრად მოიწვია იოსეფ ჰადადი, პროისრაელელი არაბი, რომელიც მასთან ერთად იმავე დანაყოფში მსახურობდა ისრაელის თავდაცვის ძალებში. მას საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. დღეს საღამოს მათ დიდი პომპეზურობით წარადგინეს თავიანთი პარტია იერუსალიმში გამართულ ძალიან დიდ ღონისძიებაზე. ის ასევე მხარს უჭერს იოსეფ ჰადადის დანიშვნას საზოგადოებრივი დიპლომატიის მომდევნო მინისტრად. ეს ნამდვილად უპრეცედენტო იქნებოდა. ასევე პირობას დებს, რომ დააჩქარებს ღაზადან ემიგრაციას, რაც ძალიან სადავო საკითხია და გააფართოებს ისრაელის თავდაცვის ძალების გაწევას. როგორ ფიქრობთ, როგორ მიიღებს ამას ქვეყნის მემარჯვენე ფრთა, მათი მხარდამჭერები? მაგრამ ის ვერ შეძლებს ვინმეს გაძევებას გაზადან. როცა ის ამ ღონისძიებაზე შემოვიდა, რას აყვება ხალხი? ვინ მოდის? შემდეგი თავდაცვის მინისტრი. ეხლა თუ ის თავდაცვის მინისტრი გახდება, ეკნება გარკვეული ძალაუფლება, მაგრამ პრემიერ-მინისტრი ვინც არ უნდა იყოს, ამას არ გააკეთებინებს. საკმაოდ საინტერესოა, რომ გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივი დიპლომატიის მინისტრობის კანდიდატიც უკვე ხდავთ, ვფიქრობ ისინი ერთადერთი პარტია არიან, ვინც უკვე ამბობს, ვინ იქნება მათი კანდიდატი ამ პოზიციაზე. ისინი ამბობენ ამას. იოსეფ ჰადადი შეიძლება იყოს უსაფრთხოების კაბინეტის კიდევ ერთი წევრი ოფერ ვინტერთან ერთად და უსაფრთხოების კაბინეტში არ ყოლია არაბი. ეს ნამდვილად ისტორიული იქნებოდა. იოსეფ ჰადადი ამტკიცებს, რომ ისრაელს ახალი მემარჯვენე პარტია სჭირდება და ამბობს, რომ პარტიამ ახლო აღმოსავლეთის მენტალიტეტი უნდა გაიგოს. თქვენ ამას როგორ განმარტავთ? სექტემბრის 7 არის ვადა, როცა სიები ცენტრალურ საარჩევნო კომიტეტში უნდა წარადგინონ. მათ მხოლოდ 2 კვირა აქვთ იმის დასამტკიცებლად, რომ სიცოცხლის უნარიანები არიან. ეს საერთოდ არ არის ბევრი დრო. და თუ ვერ მოახერხებენ, მოუწევთ სხვა პარტიასთან გაერთიანება. თორემ მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, სხვა პარტიებსაც ჩაიყოლებენ დაღუპვაში.